მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, თქვენი კომენტარებისთვის და მოწონებებისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩემი არხის გამომწერებს. დღეს გთავაზობთ 2025 წლის ნოემბრის ტარო პროგნოზ მერწყულებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამ მნიშვნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ ნახოთ თვის ფონური ენერგია. კვერთხების მეფე. ამ პერიოდში თქვენ იქნებით კონცენტრირებული საკუთარ თავზე, საკუთარ სურვილებზე, მოგინდებათ მაქსიმალურად თვითგამოხატვა გარე სამყაროში, ზემოქმედება თქვენს გარშემო მიმდინარე პროცესებზე, ადამიანებზე, თამამად გამოავლენთ თქვენს ინიციატივებს, თქვენს მოსაზრებებს, იქნებით აქტიური, იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, გამოცოცხლებას. ამ არკანის ენერგია გეუბნებათ, რომ ნოემბრის განმავლობაში იქნებით მოქმედებაზე ორიენტირებულები, გაგიჩნდებათ სურვილი საკუთარ ხელში აიღოთ თქვენი ცხოვრების მართვა, გექნებათ პოზიტიური და ოპტიმისტური განწყობა, შეძლებთ თქვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებას, უფრო მეტიც გაგიჩნდებათ სურვილი დაეხმაროთ სხვებს, თქვენი ენერგიულობა იქნება გადამდები და საჭიროების შემთხვევაში ადვილად შეძლებთ გაიჩინოთ თანამოაზრეები. ამ პერიოდში გაცილებით იოლად გაუმკლავდებით დიდი რაოდენობით საქმეს, შეძლებთ განახლებული ენერგიით შეასრულოთ ან დაასრულოთ გადადებული საქმეები, ასე რომ იაქტიურეთ და გამოიყენეთ ეს შესაძლებლობები ნოემბრის განმავლობაში მაქსიმალურად პოზიტიურად. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. მონეტების ცხრიანი. ამ სფეროში საკმაოდ კომფორტულად იგრძნობთ თავს, იქნებით მშვიდად, ერთი მხრივ ემოციებით და გრძნობებით სავსე, თუმცა მეორე მხრივ არ გექნებათ სურვილი, რომ ეს შინაგანი პოზიტიური ენერგიები გამოუშვათ გარეთ და გაუზიაროთ თუნდაც პარტნიორს. არ მოგინდებათ აქტიური მოქმედება და თვეს მეტწილად საკუთარ შინაგან კომფორტში გაატარებთ. თუმცა ასეთი მიდგომა და თქვენი პასიური მდგომარეობა ხელს არ შეუშლის თქვენს ურთიერთობას, რომ საკმაოდ ჰარმონიულად გაიაროთ პარტნიორთან ერთად აღნიშნული პერიოდი. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. მონეტების ორიანი. ესე იგი დაწყვილებულ მერწყულებს მაინც მოგიწევთ გარკვეული ბალანსის დაცვა, სავარაუდოდ საქმესა და პირად ურთიერთობას შორის, როგორც თვის ფონური ენერგია გვიჩვენებს, ამ პერიოდში გააქტიურდებით თვითრეალიზების კუთხით და საკმაოდ დატვირთულიც იქნებით. მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვანი იქნება სათანადო ყურადღება დაუთმოთ პარტნიორს, საოჯახო საქმეებს, ამიტომ გირჩევთ ნოემბრის განმავლობაში მაქსიმალურად სწორად მართოთ დროის მენეჯმენტი, რაც სავარაუდოდ არც ისეთი ადვილი ამოცანა იქნება თქვენთვის ამ პერიოდში. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხდება ამ პერიოდს, მონეტების რვიანი. მიუხედავად თქვენი სურვილისა, რომ თქვენ მშვიდად და საკუთარ შინაგან კომფორტში ჩაძირულებმა გაატაროთ, ხედავ რომ ნოემბრის განმავლობაში მოგიწევთ აქტიურობა, რადგან სწორედ ამ პერიოდში მოგეცემათ შესაძლებლობა, თან არაერთი შანსი, რომ გაიცნოთ თქვენთვის ძალიან საინტერესო ადამიანი, მისაღები, მოსაწონი, დიდი ალბათობით აქტიურ მოქმედებაზეც გადახვალთ მისი გულის მოსაგებად და საკმაოდ წარმატებებსაც მიაღწევთ. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ ნოემბერში საქმიანი სფერო. მონეტების 10-იანი. თქვენ მოგიცემათ თვითრეალიზებისთვის ყველანაირი შესაძლებლობა, თითქოს თვითონ სამყარო ხსნის თქვენი შესაძლებლობების კარიბჭეს ამ მიმართულებით,
აქ არ არის გამორიცხული ზოგიერთი თქვენგანი ანაზღაურების სრულიად ახალ ეტაპზე გადახვიდეთ, როდესაც რამდენიმე ჯერადადაც კი შეიძლება გაიზარდოს თქვენი შემოსავლები, ასევე ყველანაირი შანსი გაქვთ დაწინაურების, უფრო პრესტიჟულ კომპანიაში გადასვლის, თანამშრომლობის წინადადების და სხვადასხვა შემოთავაზებების მიღების. ასევე არ არის გამორიცხული დაკავდეთ საოჯახო ბიზნესით, ან სახლიდან დისტანციურად გადაწყვეტოთ მუშაობა. ამ პერიოდში შესაძლებელია შემოსავლის რამდენიმე წყაროც გაგიჩნდეთ, მაგალითად უძრავი ქონების გაქირავებით, ან სულაც მემკვიდრეობა მიიღოთ. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. ხმლების რაინდი. ნოემბრის განმავლობაში მოგიწევთ აქტიურობა, ბევრი მოძრაობა, გადაადგილება. შესაძლებელია ეს დაკავშირებული იყოს მგზავრობასთანაც, მაგალითად მივლინებაში მოგიწიოთ წასვლა, ასევე ეს არკანი მიანიშნებს ინფორმაციის აქტიურ მოპოვებაზე. ამ პერიოდში შესაძლებელია გადაწყვეტოთ, რომ მოიძიოთ ინფორმაცია თქვენ სფეროში არსებული ინოვაციების შესახებ, მოგინდეთ თქვენი ცოდნის გაახლება, გაღრმავება, ან თუ უკვე ფლობთ მნიშვნელოვან ცოდნას და გამოცდილებას, შესაძლებელია მოგინდეთ სხვებისთვის გაზიარება. ასევე შესაძლებელია გადაწყვეტოთ საკუთარი პროექტის განხორციელება და ამასთან დაკავშირებით მოიძიოთ შესაბამისი ადგილობრივი და საერთაშორისო საგრანტო ან საინვესტიციო პროგრამები. ან სულაც შესაძლებელია თქვენი ინდივიდუალური საქმის წამოწყება გინდოდეთ და დაიწყოთ იურიდიული საკითხების გარკვევა და საჭირო ფინანსების მოძიება. მათთვის კი ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, მე-9 მაღალი არკანი განდეგილი. სამწუხაროდ ბარათების ასეთი კომბინაცია არ მიუთითებს თქვენი დასაქმების შესაძლებლობაზე. პირიქით, ამ პერიოდს მოქმედების თვალსაზრისით საკმაოდ პასიურად გაატარებთ, სამაგიეროდ მეტროს დაუთმობთ საკუთარ თავში ჩაღრმავებას, თვითანალიზს, შესაძლებელია დაკავდეთ ახალი ცოდნის შეძენით, კვალიფიკაციის ამაღლებით და მოგინდებათ ამ ეტაპზე პირველ რიგში გონებით ჩაწოდეთ საკუთარ შესაძლებლობებს, უნარებს, გამოცდილებას, მენტალურ დონეზე იპოვოთ საკუთარი თავი და აქედან გამომდინარე მოძებნოთ თვითრეალიზების საუკეთესო გზები სამომავლოდ. მათთვის კი ვინც თვითდასაქმებული ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, მე-19 მაღალი არკანი მზე, თქვენთვის მეტად პოზიტიური პერიოდია ნოემბერი. ამ პერიოდში მიიღებთ თქვენი გაწეული შრომის დადებით შედეგებს, თავის მხრივ ასეთი შედეგები ოპტიმიზმით და ენთუზიაზმით აგავსებთ, გაგიჩნდებათ მეტი ნდობა საკუთარი შესაძლებლობების მიმართ და გახდებით უფრო თავდაჯერებულები, გაგიჩნდებათ მოტივაცია მეტად მასშტაბურად და თამამად შეხედოთ თქვენი საქმის მომავალს, მოგინდებათ რევიზია გაუკეთოთ თქვენს არსებულ გეგმას და შექმნათ ახალი სამოქმედო სტრატეგია. ამ პერიოდში მიიღებთ აღიარებას, თავს იგრძნობთ თვითრეალიზებულად და მოგინდებათ მიღწეული წარმატებების გაზიარება სხვებისთვის. ასევე გამორიცხული არ არის ამ პერიოდში მიიღოთ ჯილდო, გაიმარჯვოთ სხვადასხვა ბიზნეს კონკურსებში, მიიღოთ მოსალოდნელზე მეტი მოგება, გაგიმართლოთ და გადახვიდეთ ახალ ფინანსურ დონეზე, გაგიჩნდებათ ბევრი მადლიერი ახალი კლიენტი, იქნებით პროდუქტიულები და შეძლებთ დაისახოთ ახალი მიზნები, რომელთა განსახორციელებელი ენერგია ამ პერიოდში ნამდვილად გექნებათ. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს ნოემბერში, მონეტების მეფე, ნოემბერს ფინანსური თვალსაზრისით პრობლემების გარეშე გაივლით, თქვენ გამოავლენთ არაჩვეულებრივ უნარს, კეთილგონივრულად მართოთ თქვენი მატერიალური რესურსები, ბევრ თქვენგანს შესაძლებელია მნიშვნელოვანი დანაზოგიც გქონდეთ, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს სიმშვიდეს და თავდაჯერებულობას. ვისაც არ გაქვთ, გირჩევთ იზრუნოთ ამაზე. ამ პერიოდში შეძლებთ ნებისმიერი ფინანსური ოპერაციების წარმატებით შესრულებას, იქნება ეს კრედიტის აღება, ვალდებულებების დაფარვა თუ მნიშვნელოვანი შენაძენების გაკეთება. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. კვერთხების რაინდი, გამოავლინეთ სამყაროში თქვენი სურვილები, იაქტიურეთ, მეტი იმოძრავეთ, მათ შორის იმოგზაურეთ თუნდაც ქვეყნის ფარგლებში, დაამყარეთ ახალი კონტაქტები და მეტი კომუნიკაცია გარშემომყოფებთან. არ დანებდეთ სირთულეებს,
არ გაჩერდეთ, თქვენ გაქვთ ძლიერი შინაგანი მუხტი და პოზიტიური ენერგიები იმისთვის, რომ იბრძოლოთ დასახული მიზნებისთვის და მიაღწიოთ სასურველ შედეგებს. ასეთი იყო 2025 წლის ნოემბრის ზოგადი ტარო პროგნოზი მერწყულებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ, ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად ამიტოვეთ კომენტარები. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universe-ում, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.